რა. აშკარად ჭუჭყი იყო, ბოლო მაგალითიც მეტყველებს იმაში რა ქვია, კომუნიკაციების მარეგულებელ კომისიაში, რომელიც ასევე დიდი უსაქმური რამე იყო და ეს იყო მონოპოლიების შემქმნელი და მაკონტროლებელი, რუსთავი რა დღის მარტო ის რომ ბატონი ჩიქოვანი იყო, ნოტარიუსი იყო. ჩიქოვანი იყო რუსთავი ორის გენერალური დირექტორი და გახდა ის დაკრა ფეხი და 3 თვეზე მეტია შვებულებაშია. 3 თვის შვებულა ჯერ ამდენი ფული აქვს, რა 12000 ლარი თუ 18000 ლარი ხელფასი ქონდა. წავიდა, გაიქცა, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ხვალ უყრის პარლამენტი კენჭს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომ აი ამ კომუნიკაციების მარეგულებელი კომისიის. საინტერესო ჩვენი დღევანდელი თემა რო შევკრათ არის ბიზნესზე ზეწოლის ფაქტი ერთია, ბიზნეს შეწუხების და ბიზნეს თქვათ გაუპატიურების ფაქტი ერთია და ბიზნეს პირობების შექმნის თემა კიდე მეორეა რა. ორივე თემა ერთობლივად საინტერესოა. არა მარტო ის, რომ თქვენ ზეწოლას არ ახდენთ, არამედ როგორ უწყობთ ჩვენ ბიზნესს. ხო, ეს კიდე მეორე საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. 46% ოდნავ მეტი ამბობს, რომ არ არის თავისუფალი საქართველოში ბიზნესი, 46%. 52% ამბობს დამრგვალებულად, რომ თავისუფალია და დაახლოებით 2% ფიქრობს, რომ კი არ ფიქრობს და ვერაფერს ვერ ფიქრობს. პასუხის გაცემა გაუჭირდა, ეს არის სატელევიზიო ინტერაქტიული შედეგი. ირაკლი ლექვინაძე, ემზარ ჯგერნაია და ბაკურ კიღურაძე სტუმრობდნენ დღეს ცხელხას. დიდი მადლობა ჩვენთან გაცემაში მონაწილეობისთვის. მერაბ მეტრეველი და ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებთ გაცემას. დიდი მადლობა სტუმრებს. ხვალ ცხელხაში შევხვდებით. კი ბატონო, მეორე შაბათამდე დაგემშვიდობებით.